პრობლემა, რომელზეც ახლა გესაუბრებით ადამიანთა თითქმის 85%-ს აწუხებს. გამონაყარის სახეზე, ზურგსა და გულმკერდზე. მხოლოდ ის ნაწილია, რასაც თვალით ხედავთ. გაცილებით მძიმეა ის, რასაც კვლევები აჩვენებს, რომ აკნეს მქონე ადამიანებში მნიშვნელოვნად იზრდება შფოთვის, დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების და სოციალური იზოლაციის რისკი. თავს არიდებს საზოგადოებაში გამოჩენას და ყოველდღიურად ებრძვის საკუთარ ანარეკლს სარკეში. აკნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. ეს არის თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. თუ ადრე გვეგონა, რომ აკნე მხოლოდ მოზარდების პრობლემა იყო, დღეს ის სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულ ქალებსა და მამაკაცებში. ყველაზე საშიში არის ამ დროს თვითმკურნალობა, რის შემდეგაც შედეგი ღრმა ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები და კანის შეუქცევადი დაზიანებებია, რომელთა მკურნალობა არის გაცილებით რთული, ვიდრე თავად დაავადების. აკნე არ არის კოსმეტიკური დეფექტი და არც ესთეტიკური კაპრიზი. ეს არის დაავადება, რომელიც საჭიროებს სწორ დიაგნოსტიკას და ინდივიდუალურ მიდგომას და რასაკვირველია პროფესიონალურ მკურნალობას. რა იწვევს აკნეს? რატომ იმატა მისმა გავრცელებამ ზრდასრულ ასაკში და როგორი არის თანამედროვე დერმატოლოგიის შესაძლებლობები? ამ პრობლემის სამართავად ამაზე დღეს დერმატოლოგ ვერიკუ აბრალავასთან ერთად ვისაუბრებ და საკუთარ გამოცდილებას მსახიობი რუსკა მაყაშვილი გაგვიზიარებს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი გადაცემის წარმდგენია კლინიკა პირველი. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი პრაიმაქსი, რომელიც გთავაზობთ დიაგნოსტიკურ კვლევებს, სადაც გაქვთ საშუალება დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია დაავადებების გენეტიკურ საფუძვლებზე, პათოგენურ მუტაციებზე და გენურ აბერაციებზე. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რაც ცხადია უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის კვლევების შესრულებას. მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრის პრაიმაქსის მისამართია თბილისი, მიხეილ ჭიაურელის ნომერი 9. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები და უნდა ისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის აკნე. რუსკა, მადლობა, რომ დაგვთანხმდი, რომ მაყურებელს გაუზიარო შენი გამოცდილება და ვერიკო ასევე ძალიან დიდი მადლობა, რომ როგორც ძალიან დიდი პროფესიონალი გაგვიზიარებ თუ როგორ უნდა მივხედოთ ამ პრობლემას, რომელსაც ებრძვის უამრავი ადამიანი ასაკის და სქესის მიუხედავად სამწუხაროდ. ვერიკო, მოდი დავიწყოთ შენით, რა არის აკნე? აკნე არის ქრონიკური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი პროცესით. მას ახასიათებს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ეს შეიძლება იყოს როგორც შირქოვანი გამონაყარი, ასევე კომედონების სახით, კანქვეშა თეთრი კომედონები ან შავი დახურული კომედონები. შესაბამისად განარჩევენ აკნეს სხვადასხვა ტიპებს და აკნეს დაავადება განიხილება ასევე სიმძიმის მიხედვით. არსებობს მსუბუქი ტიპის აკნე, არსებობს საშუალო სიმძიმის აკნე და მძიმე ფორმის კვანძურ ცისტური აკნე, რომელსაც უფრო დიდი ზომის კვანძები ახასიათებს სახეზე, რომელსაც ასევე ახასიათებს ნაწიბურების წარმოქმნა, საკმაოდ რთული ფორმაა და რეზისტენტური ფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან ისეთი სერიოზული მკურნალობა. იქამდე სადამ მკურნალობაზე გადავალთ და კიდევ უფრო მეტად ჩავშლით ამ პრობლემას, რუსკა, როდის დაგეწყო აკნე?
ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი რომ აკნე მაქვს, არც ვიცი ესე გამოკვლეული არ მაქვს. ანუ, მაგრამ პერიოდულად, აი გარდატეხის პერიოდში, გარდატეხის სასახში, ანუ ესეთი თლიანი ესეთი გამონაყარი არ მქონდა. მაგრამ ნუ ესე დაყრილი ყოველთვის მქონდა რა და ეხლაც რაღაც აი სხვათა შორის როგორ თქვა სწორად არ ვიცი, რაღაც პერიოდებში ყოველთვიურად მაყრის ხოლმე რა, აი ოღონდ აი რამეს უკავშირებ? იცი რა, ბოლოს ისევ ჩემი კვლევებით დავასკვენით რომ გადაღლა, სტრესი, რას ჭამთ რო არ ვიცით და ყველაფერი ეს ერთად. ესამდენი გრიმი, ესამდენი მოიხსენი გაიკეთე. ეს მულტიფაქტორული დაავადება, არ არის რომ ერთი კონკრეტული მიზეზი შეიძლება იწვევდეს აკნეს. არის მრავალი ფაქტორი, რაც შეიძლება განაპირობებდეს დაავადების გამწვავებას. თუმცა ახსენე რომ გარდატეხის ასაკში გქონდა ეს პრობლემა. და როგორც ჩანს, გარკვეულმა პროცესებმა შეიძლება იყოს სტრესი, შემდეგ უკვე თავი იჩინა და ისევ გამოავლინა გამწვავება განიცადა. ვერიკო, რუსკამ ახსენა სტრესი და ალბათ ყველაზე სწორი კითხვა იქნება, რამდენად იწვევს სტრესი აკნეს? კვლევებითაც დადასტურებულია, რომ სტრესის დროს გამომუშავდება ჰორმონი, რომელსაც ეწოდება კორტიზოლი. როდესაც ჰიპერკორტიზოლი, როდესაც მაღალია, ამ დროს გამომუშავდება განსაკუთრებით ქალბატონებში ანდროგენები დიდი რაოდენობით და ანდროგენობის გამომუშავება და ჰიპერანდროგენემია უკვე არის აკნეს ელემენტების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. ამ შემთხვევაში ემთხვევა ზუსტად იმას, რასაც საუბრობ შენ. რუსკა, ქონია ისეთი პრობლემა კანზე, რომ აი გიფიქრია, რომ აი რაღაცნაირად უნდა ჩაკეტილიყავი და თუნდაც აი კამერას მორიდები ხარ, ან აი სტრესი გქონია კანის პრობლემების გამო, გამონაყარის გამო. იცი არის, მოვიტყვები რომ სტრესი არ მაქვს გამონაყარის გამო, იმიტომ რომ ყოველთვის თან აი სწორად გავიხსენეთ. ანუ სხვათა შორის აი ყველა პრემიერის წინ, ყველა რაღაც მნიშვნელოვანი ჩემთვის რაღაც დღეების წინ ყოველთვის მაქვს გამონაყარი. ანუ აი და მე მივხვდი რომ ხო ნერვიულობაზე მაყრის, იმიტომ რომ არ არსებობს პრემიერის დღე ან რაღაც მნიშვნელოვანი გადაღების დღე, სადაც მართლა რაღაცნაირად მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, რომ დილას არ გავღვიძო და ეს ამხელა მუწუკი არ მედოს. ან აქ, ანუ აღარ შემილია, მან მოვიჭრა ეს ადგილი უკვე ვეღარ და ანუ კონკრეტული ლოკალიზაცია აქვს? აი აქ, ძირითადად აი აქ. მე ჩაივლის, მე რაღაცა პერიოდის მერე ისე დაიწყებს, მაგრამ ანუ სხვადასხვანაირი პერიოდები მაქვს დაყრის. აი მაგალითად 4 წელიწადში ერთხელ დავაკვირდე ჩემს კანს. 4 წელიწადში ერთხელ მეწყება ის როგორი კომედონების შემოსევა, იცით სახეზე, მთელ შუბლზე და ლოყებზე. ლოყებზე გაგიგიათ საერთოდ კომედონები ძალიან ცოტა. აი ესე მთელ შუბლზე და ვერაფერს რო ვერ ერევი. მე მივხვდები ხოლმე წავალ გამიწმინდა და მე ლაგდება ყველაფერი. ეს 4 წელი მე მგონია რომ ზის რაღაცა პერიოდები არის. კოსმეტოლოგიური წმენდა ქშველის? ამას ვაკეთებ ძალიან იშვიათად, მაგრამ კი, წელიწადში ერთხელ. გქონია აი გახსენდება რამე ის სტრესული პერიოდი, სტრესული შემთხვევა, როცა აი ამ გამონაყრის გამო გითქვამს, რომ აი რაღაცას ვერ ვიზამ. არა, იცი რა, ყველაფერს ვიზავ, მაგრამ ნუ ხო, ნუ აი იმის დიდი სურვილი რომ არაფერი აღარ აკეთო, კი ჩნდება, იმიტომ რომ აი სწორედ რომელიღაცას მზის ფაზა იყო, როდესაც ის მთელ სახეზე დაყრილი მქონდა, ეს კომედონები მქონდა, რომ ვერაფერს ვერ შვები, ანუ ვერც პოულობ, თან მე მიდრეკილი ვარ აი ამის წვალებისკენ, ჩიჩვნისკენ, ანუ ეს მთელი ისინი მაქვს სახლში, ანუ ცუდად ხვდები მე თვითონ, ვიცი რომ არ შეიძლება, ვიცი რომ ეს ეხა რაც ხდება, აქ ეს არის მარტო ჩემი ბრალი. ანუ იქ იყო რაღაცა პატარა გაღიზიანება, პატარა ამოვიდნენ, არაფერი საინტერესო და ავდეხე ისტერიკა და აი ეს ხდება სულ ოღონდ 39 წლის ვარ და 39 წელი ვერ შევიგნე რომ არ შეიძლება რომ ხელი მიაკარო. აი ეს ჩემი პრობლემაა. მე ვარ აკნე. ერთი გამონაყარის გამოტანა უდრის რომ ირგვლივ გაჩნდება 5. აი ეს მოვაწყე. ერთი გამონაყარის გამო. და რაც შეეხება სოფო იმ კითხვას, აი რუსკას ეკითხებოდი, იწოს თუ არა კომპლექსებს, სტიგმებს, ეს ძირითადად ემართებათ გარდატეხის ასაკში. ძალიან განიცდიან ბავშვები. კი, სწორედ ეს უნდა მეკითხა. რატო გახშირდა აკნე გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებში? ძირითადად ვულგარული აკნე დიაგნოზი არის მიმდინარეობა არის ძირითადად გარდატეხის ასაკში, იმიტომ რომ ამ დროს არის ჰორმონალური გარიშხალი, არ არის ჩამოყალიბებული ზრდის ფაქტორები, ემატება ამას გარდატეხის პერიოდში სტრესი და გამონაყარი, ანუ არის სტრესის მიზეზი, სტრესი გამონაყარის მიზეზი, ერთგვარი მანკიერი ჩახვეულია. იქნება ძალიან დიდ კომპლექსებს უჩანს ბავშვებს და განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში
ფილტრები, Instagram ფილტრები, რაღაც სოციალური მედიის დიდი პრობლემა წარმოქმნა ამას, რომ კანი უნდა იყოს გადაპრიალებული და ერთი წერტილიც არ უნდა ჰქონდეს კანს. შემდეგ უკვე არის შემთხვევები, რომ გარეთაც არ უნდათ გასვლა, სკოლაში არ უნდათ წასვლა. ძალიან ჩემს ბევრ პაციენტს ვეუბნები, რომ არ შეიძლება ტონალური, ეგრეთ წოდებული ტონალური დამფარავი საშუალების გამოყენება მკურნალობის დროს და გვაქვს ბრძოლა, ომი, რომ არა უნდა წაისვას, იმიტომ რომ სკოლაში ამის გარეშე არ უნდა წასვლა. ეს არის საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, თვითშეფასების აქვეითება. რაც ვფიქრობ განაპირობა მაინც სოციალურმა მედიამ. და აი ამ ბულინგმა, რაც სამწუხაროდ ხშირად გვხვდება განსაკუთრებით ბავშვებში. ერთგვარი ბულინგია ის, რომ ვიღაცა ძალიან ცნობილი, ძალიან ლამაზი ადამიანი დადებს ფოტოს, რომელსაც აქვს ფილტრი და ან დამუშავებულია ეს ფოტო და მე უკვე ყველა ამ ასაკში მყოფ ბავშვს უნდა რომ მქონდეს ეგეთი კანი დაახლოებით, ესეთი რეალა კანი. შემდეგ იყენებენ ინფლუენსერების მოწოდებულ რაღაცა გარკვეულ რუტინებს, არასწორ რუტინებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს და რეზისტენტულსაც ხდის მკურნალობის მიმართ ამ პრობლემას, რაც ერთგვარი პრობლემაა. კი არის გარკვეული დადებითი ის, რომ ინფლუენსერები ამ თემაზე ბევრს საუბრობენ და თითქოს რაღაც სტიგმები და ჩარჩოები დაიშალა და ამაზე საუბარი პრობლემა არ არის დღეს, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის, რომ ყველა რჩევა, რაც შეიძლება ერთი ადამიანისთვის კარგი იყოს, არ შეიძლება მეორესთვის იყოს უსაფრთხო. არის სრულიად ინდივიდუალური. რუსკა, გიცდია თვითშემოქმედება, თვითმკურნალობა აკნეს პერიოდში და გამონაყრის პერიოდში. მე რა თქმა უნდა ზოგადად გამორჩეული ვარ თვითმკურნალობებით. საკუთარ თავს დაუნიშნავ ხოლმე წამლებს. არა მარტო აკნე, საერთოდ ზოგადად, რატო გადავწყვიტე რომ პერიოდული ექიმი ვარ ხოლმე, არ ვიცი. ზოგადად მიყვარს ძალიან ბევრი წამლების მიღება, აცრების კეთება, ეს რო იცოდეთ. და კი, ყოველ პირველი ჩემ მკურნალობას ვნიშნავ მე. მე უკვე თქვენ ხართ, ყველანი მეგობრებო. რა გააკეთე და რა შეგეშალა? ყველაფერი როგორ ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერი შემეშალა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაეტიო შენ ადგილას და იმ წამსვე რაღაცა. ანუ ეს ჩემი ესეც ახლა რაც მოვედი აი ესეთი ხო მოვედი მარტო ჩემი ბრალია ისე ვაწვალე ანუ ცუდად ხვდები იგივე ჯერ ერთი რაღაცა იმისკენ ვარ ან ტკივილი იმდენად არ მიყვარს სადაც შეიძლება რაღაცა რანაირი ტკივილი არ გამისვადო იგივე ყველაფერზე ანუ ეგრევე წამოვს ხო ხვდები რომ აი ამიტომ ხო რაღაცა მალე მინდა ხოლმე რომ კარგად გავხდე და მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ცუდი შედეგები მე მართლა მივდივარ ექიმთან და მე უკვე ჩემს დაზიანებულსაც ვკურნალობ რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ქონდეს აკნეს მკურნალობას აი ნუ ეგარ არის მკურნალობა შევთანხმდეთ. ხო მკურნალი მოვიდა. აკნეს მკურნალობა არის ორი სახის. ეს არის მკურნალობა მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით და სისტემური მკურნალობა. ადგილობრივი საშუალებებით მკურნალობას შეიძლება გვერდითი მოვლენა ჰქონდეს კანის გაღიზიანება, გამოშრობა, სიწითლე, კონტაქტური დერმატიტი, თუ არასწორად არის შერჩეული პროდუქცია. და მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა დაირღვეს კანის მიკრობიომა, რაც ბოლო პერიოდში კვლევებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და რა არის მიკრობიომა. მიკრობიომა არის პრებიოტიკები, პრობიოტიკები და პოსტბიოტიკები, რომლებიც ჩვენს კანზე და ჩვენს ორგანიზმში მშვიდად ცხოვრობენ, მაგრამ თუ მათი ბალანსი დაირღვა და მათი რაოდენობა დაქვეითდა და ეს შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამ, სხვადასხვა სისტემური საშუალებებით მკურნალობამ, ადრე იყო ძალიან მიღებული სპირტიანი ხსნარის გამოყენება, რაც იმ სასიკეთო ბაქტერიებსაც კლავს, ანადგურებს, რომლებიც ებრძვიან იმ ცუდ ბაქტერიას, რომელსაც პროპრიონი ბაქტერიუმ აკნე ეწოდება და თუ ეს ბალანსი დაირღვა, უკვე ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ ებრძვის ამას და უკვე უფრო უარესი შედეგი დგება და არის ეს უკვე მეორადი გართულება აკნეს მეტად გამწვავება. ფერიკა, ზუსტად აი მინდა ჩაგეკითხო. ყველაზე ხშირად პაციენტები რა შეცდომას უშვებენ აკნეს თვითმკურნალობის დროს? აი რა შეგხვედრია შენ ყველაზე ხშირად? პირველი, რასაც რუსკა ხშირად აკეთებს, ეს არის ხელით წვალება გამონაყარის. მეორე თვითნებურად მედიკამენტის და აკნეს საშუალების წასმა, იმიტომ რომ აი თუ ჩვენ მივიღებთ ანტიბიოტიკს თვითნებურად და
კანზე წავისმევთ ანტიბიოტიკს, აქ უკვე რეზისტენტობა ყალიბდება იმ ანტიბიოტიკსა, რომელსაც ჩვენ ვისმევთ კანზე. არ შეიძლება ორი სხვადასხვა ჯგუფი იყოს გამოყენებული. ასევე შეცდომა არის ის, რომ ზეზე ფიქრობენ, რომ თუ გაირუჯებიან კარგად, ეს აკნე გადაივლის, დროებითი არის ეფექტი. პირიქით ხდება, დროებით შეფერილი როცა არის კანი, ლაქები ლამაზად გამოიყურება და გაპრიალებულია, მაგრამ დასრულდება თუ არა რუჯის მიღება, ეს ცხიმოვანი ჯირკვლები ისევ უფრო მეტად ფართოვდება და კიდევ უფრო დიდი ზომის გამონაყარი და მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. ეს არის ძირითადი შეცდომები და კანის კოსმეტოლოგიური წმენდა, როდესაც კანზე არსებობს პუსტულები. პუსტულა ნიშნავს, რომ იქ არის ჩირქოვანი ელემენტი, ახლა როგორც შენ გაქვს და როდესაც შეიძლება თვითონ გაიწმინდა. დღეს, რა მეთქი ასტუმრად მივდივარ გადაცემაში. როდესაც ხდება მისი დარღვევა და გახსნა, მრავლდება და უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. რუსკა, როგორ მოქმედებს შენ ემოციურ მდგომარეობაზე აკნე და გამონაყარის სახეზე? ძალიან ნერვებს მიშლის. აი ძალიან როგორ გითხრა, ანუ საქმის კეთება მაინც მიწევს, საქმეც ეგ არის. რა, მაგალითად არ გინდა, არ გინდა, მაგრამ ნუ ჩვეულებრივად ვეგუები და ვცდილობ რომ რაღაცნაირად მაგრამ ანუ ეს პერიოდები არის ხოლმე რა, კიდევ კარგი. ეს რომ მე ეს სისტემატურად ვქონდეს, გავგიშდებოდი, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. ვერიკო, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმის, რომ ესე თუ ისე ექიმი ნიშნავს აკნეს მკურნალობის დროს შარდმდენებს. რამდენად მისაღებია, მაგრამ ასევე მესმის ბევრი პრობლემა. თანმხლები აი ამ მკურნალობის დროს. რა ხდება ამ დროს? რამდენად მისაღები და სწორია? შარდმდენი იგივე სპირინოლაქტონი ნივთიერება არის ესეთი, რომელიც არის როგორც შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ასევე ანტიანდროგენული ეფექტითაც. ანუ აქვეითებს ანდროგენების რაოდენობას ორგანიზმში, შესაბამისად ჰორმონალური ბალანსი უნდა დასტაბილურდეს, მაგრამ ეს არის გამართლებული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პაციენტი გამოკვლეული ყავს და თუ პაციენტს აღენიშნება მაგალითად პოლიკისტოზური საკვარცხის სინდრომი. ამ დროს შესაძლებელია დაინიშნოს, მაგრამ გინეკოლოგის მეთვალყურეობით და არა პირდაპირ ესე მოვიდა პაციენტი აკნე აქვს და დავნიშნოთ სპირინოლაქტონი და თან განსაკუთრებით მაღალ დოზებს ნიშნავენ. ეს არის არასწორი მიდგომა. თუ პაციენტს ყველაფერი ნორმაში აქვს, არ აღენიშნება საკვარცხეების დაავადებები, არ აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი, თუ არ არის წონაში მატება, თუ არ აღენიშნება ჰირსუტიზმი, ანუ თმიანობა, ამ შემთხვევაში მიღებული არ არის ამ პრეპარატის მიღება. თუ არის ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან ერთად ჩვენ ჩასახვის საწინააღმდეგო კოკებსაც, აბებსაც ვნიშნავთ, თუ საჭიროება არის და თუ მენსტრუალური ციკლი არის დარღვევილი. ასევე იზოტრეტინოინი, რომელიც ინიშნება ძალიან აქტიურად აკნეს მკურნალობის დროს, რა არის? იზოტრეტინოინი არის ნივთიერება, რომელიც შეიმუშავეს A ვიტამინისგან, ის იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების დაპატარავებას, შესაბამისად ცხიმის გამომუშავება ქვეითდება ორგანიზმში, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რაც კი ოდესმე შექმნილა იზოტრეტინოინი. იზო, მოვდივარ. აი უკვე აიტაცა, მაგრამ ესე არ შეიძლება ამის მიღება. აი, კიდე კაი, მე მომიყვანეთ, რომ აი ეს შეცდომები არ დაუშვას. იმიტომ რომ იზოტრეტინოინი ინიშნება მხოლოდ მძიმე ფორმის შემთხვევაში ან რეზისტენტური ფორმის შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა ჩატარებული მკურნალობა იყო უშედეგო, მანამ და შემდეგ უკვე სხვა გზა არ არსებობს, ნიშნავთ იზოტრეტინოინს, თუმცა დიდი სიფრთხილე. რატო შეიძლება თუ შეიძლება თავიდანვე აღმოფხვრას ეს პრობლემა, თავიდანვე დაინიშნოს? ნუ როგორც ჩანს არის მძიმე პრეპარატი და იცავს ყველაფერი არ გიშველის, მაგრამ ყველა პრეპარატს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. იზოტრეტინოინსაც აქვს თავისი გვერდითი მოვლენები, ეს არის კანის გამოშრობა, ამბობენ კვლევებში არის, რომ დეპრესიისადმი მიდრეკილება, თუმცა ჩემ შემთხვევაში პაციენტებთან ხედავ, რომ პირიქით არის აკნე მოურჩევათ, უფრო ბედნიერები არიან. თუ არის დადასტურებული რომელიმე ფსიქიატრიული დაავადება, ამ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავნიშნოთ. აუცილებელი არის ღვიძლის მდგომარეობა იყოს ნორმალური, რისკ ჯგუფი არ უნდა იყოს და ხა პაციენტს თუ აღენიშნება B ან C ჰეპატიტი, ამ შემთხვევაში არ ვნიშნავთ, მაგრამ კვლევის დანიშნა, რომ შევამოწმოთ ღვიძლის ფუნქციები მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არის ლიპიდური სპექტრი განსაზღვროთ, იმიტომ რომ ქალბატონებში შეიძლება შეცვალოს ლიპიდური სპექტრი და სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც მნიშვნელოვანია ასევე ვფიქრობ ყველა. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ სწორი
აკნეს მკურნალობის დროს სასურველია მკურნალობის პროცესში ჩართული იყოს რამდენიმე ექიმი. ეს არის დერმატოლოგი, ეს არის ენდოკრინოლოგი, ქალბატონების შემთხვევაში გინეკოლოგი და ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ მივახციოთ სწორ შედეგს და ალბათ ყველაზე სწორი არის ეს ზუსტად რომ რაღაცნაირად აი ეს მითები, ეს თვითშემოქმედება, ეს თვითმკურნალობა მინიმუმამდე დავიყვანოთ რომ იმ დონემდე არ მივიდეთ რომ ბოლოს ამანაც ვერ გვიშველოს. რა თქმა უნდა, ყველა პრეპარატზე არასწორად გამოყენებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა და შემდეგ უკვე ეს ჩამოთვლილი მედიკამენტებიც იყოს უშედეგო. კი, რუსკა მითები ვახსენეთ და აკნეს შესახებ გავრცელებული რა მითების გჯეროდა? ყველა ალბათ რაც კი არსებობს. და აი მაგალითად რა გამოგიყენებია? ნემსი. აი ნემსი უნდა გაიკეთო და კი და სხვათა შორის აქ ამომივიდეთ, ანუ სიგიჟე გავაკეთე მართლა, საერთოდ როგორ არ დავრმავდი, არ ვიცი. აქ ქონდა პატარა კომედონი მუწუკი, მეთქი მე ესე ზღვაზე ვერ წავალ 15 წლის ვიყავი. გამოვაცხადე ესე და ანუ არც ჩანდა ხალხო არაფერი, აი მოციცქნული კომედო, აი არ. და ნემსი ისე რომ ანუ ხალხო ნუ აი ეს და წავევიდა ჩირქი მთლიანად ისე რომ აი ეს მთლიანად თვალები მთლიანად გადაჩირქებული მქონდა ეს მთელი სახე და სანამ და ანუ რაღაცა სადაც ვისვენებდით გონიოში იმ სახლში აღმოჩნდა რომ ექიმი ქირურგი ყავთ სახლში და იმას ანუ ისეთი მდგომარეობა მქონდა რომ ვერც წამიყვანდნენ ანუ პირდაპირ გამჭრეს ისეთი მდგომარეობა მქონდა პირდაპირ გაგჭრეს გონიოშივე სახლში გონიოში იმაზე რა იქვე ჭაობ თან აი ესეთ მდგომარეობაში მივიყვანე ჩემი თავი აი ხო არ ვიცი მოკლედ მაგ საკითხში ხო შეიძლება ძალიან ბევრი სისულელე მოუყვე ისეთები მიკეთებია აი რაც შეეხება მუწუკებს და აკნეს ხო ანუ აი ეს რომ არ უნდა შევეხოთ იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანე ჩემი თავი რომ აი ხალხო თვალებიც კი თვალებსაც ვეღარ ვახელდი და აი რა რაოდენობა ჩირქისა გამოვიდა ერთ წერტილი აი ეს ავდექი და ეს სისულელე გავა როგორც სიღრმეში შეიტანა ინფექცია და ჩამოყალიბდა აბსესი ვერიკო, აკნეს დიაგნოსტიკის რა მეთოდები არის? როგორ უნდა მივხვდეთ? აი მოვიდა შენთან გამონაყრით პაციენტი. როგორ უსვამ დიაგნოზს, რომ ეს არის აკნე? პირველ რიგში ვაფასებთ კანის ცხიმიანობას, ასაკს, გამონაყარი ელემენტების ტიპებს, ლოკაციას, სად არის გამონაყარი, იმიტომ რომ შეიძლება სულ სხვა ლოკაციაზე იყოს და ამას არასწორად აკნე დაარქვან. ძირითადად ახასიათებს ტეზონა, გულმკერდი და ზურგი, იმიტომ რომ ეს არის უბნები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ფოლიკულები, ანუ წვიმოვანი ჯირკვლები. შესაბამისად, აქტივობა ამ უბნებზე მეტია. და ძირითადად თვალით და გამოცდილებით ხდება ამ დიაგნოზის დასმა. თუმცა კანის აპარატური ბუდის ნათურით დათვალიერებაც მნიშვნელოვანია და კლინიკური ანამნეზი უკვე. გასაგები ექი. რუსკა რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ გარეგნობას? და ზოგადად აი რას ვფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანი არის სოციალიზაციისთვის, ну, ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე ბულინგზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის აი სოციალიზაციისთვის ადამიანის და ქალის გარეგნობა. რან არის შეკითხოთ ამის? მე მაინც ანუ ძალიან დიდი რო გითხრა რომ ვაიმე დედა როგორ მნიშვნელობას ვანიჭებ ახლა მე ჩემ გარეგნობას მოგატყუებ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ როგორც შინაგანად გზნობ თავს, ისე გამოვიყურებოდე გარეგნობათაც. ანუ იგივე ის ნაოჭი რაც არ მომწონს, იგივე ეს მუწუები რაც არ მომწონს, რაღაცები არის. საკმაოდ ვული თავს. მიუხედავად იმისა, რომ ხა ნათრევი მოვედი შეს გადაცემაში თავისი კანიცა მაქვს ამზურალი და მუწუკებიც მაქვს ბევრი, მაგრამ კი, ვული 35 წლიდან ძალიან აქტიურად ვული ჩემს სახის კანს. მაგრამ აი ეს არის პერიოდები, რომელიც ეს მარტო ჩემი ბრალია. აი რა სიკეთებ, აი რა შედის რუტინაში? რუტინა მაქვს საკმაოდ პატარა, თუმცა ჩემ რუტინაში არის რეტინოლი, რომელიც ძალიან მიყვარს. რომელსაც საფხულში ვიღებ, რა თქმა უნდა. ძალიან პატარა რუტინა მაქვს, იმიტომ რომ გონია რომ ეს რაღაც 937.000 კრემის და 35.000 ტონერის და კიდე რაღაც ზეების წასმა აზრი არ აქვს. ეს როგორც დერმატოლოგი გეთანხმები. მაგრამ ახედა SPF-ი ღამის რუტინაში რეტინოლი, ან A ვიტამინი, ან რაღაცა ისეთი, ოღონდ და მორჩა რა და ამიტომაც კანი მგონია რომ კაი მდგომარეობაში რა აქამდე თუ მიყურებ. რუსკა რამდენად ხშირად მიმართავ ინექციურ მეთოდებს? ხშირად არ მიმართავ აი ესე როგორც საჭირო 2 წელიწადში ერთხელ, როგორც საჭირო. რას?
ყველაფერს თითქმის, აბსოლუტურად. მაინც მოუყვეთ მაყურებელს. ფილერი, ბოტოქსი, სხვადასხვა ტიპის ბუსტერები, ბიორევიტალიზაცია. უფრო მეტად ეხა რო გითხრა, ეხა რაღაც ბუსტერების და ძალიან დავიჯერე და დავიჯერე რა ფაქტია, რომ ძალიან კარგია რა. ხოდა ნუ კი, ამ კუთხით ძალიან ინექციურად ძალიან მოვლი ჩემ თავს. რამდენად მნიშვნელოვანია ვერიკო სახის სწორედ მოვლა აი ამ გამონაყართან მიმართებაში? გამონაყართან მიმართებაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ არ არის გამონაყარი, სწორი მოვლა მნიშვნელოვანია დავიწყოთ შესაბამის ასაკში. არის რაღაც ასაკი, როცა გვჭირდება უფრო მეტი მოვლა და ამ შემთხვევაში უნდა ჩართული იყოს უკვე ანტიასაკობრივი ნივთიერებები, როგორიც არის რეტინოიდი, რეტინოიდი უფრო ძლიერია და შენ შემთხვევაში რადგანაც აკნეს მიდრეკილება არის, კარგია, მაგრამ როდესაც მხოლოდ ანტიასაკობრივი პრობლემები არის და მსუბუქი წვრილი ნაოჭები იჩენს თავს და ეს უკვე 25 წლის შემდეგ ხდება, იმიტომ რომ კოლაგენის და ელასტინის უკვე ისეთი წარმოქმნა და გამომუშავება სამწუხაროდ ვერ ხდება ორგანიზმში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება სტიმულაცია და სწორედ რეტინოლი და რეტინოიდები ადგილობრივ გულისხმობ და არასისტემურ იწვევენ ამ სტიმულაციას, ძალიან კარგია. ასევე ძალიან კარგია პეპტიდების გამოყენება. ხოდა ეს პეპტიდები რაღაც ძალიან დაინტერესებული ვარ ამ პეპტიდების. პეპტიდები მოდი მოგვიყევ რა არის პეპტიდები და როგორ არის გამოიყენება? ნივთიერება, რომელიც იწვევს კოლაგენის სტიმულაციას. და სხვადასხვა ტიპის პეპტიდები არის თუმცა არის როგორც ინექციური სახის პეპტიდები, ასევე არის ადგილობრივი კოსმეტიკურ საშუალებებში და მისი ინექციურსაც იკეთებ. რუსკა, რამდენად მოიხმარ აი კანისთვის კონკრეტულად და ნუ არა მხოლოდ კანისთვის, საკვებ დანამატებს და რას მოიხმარ? ეხლა მოვიტყუები რო გითხარ რამე საკვებ დანამატს ვიღებ, რატომაც მეშინია. არ ვიცი რატომ მეშინია ამ საკვები დანამატების. აი მე რომელსაც შემიძლია მართლა ყველანაირი წამალი დავლიო და რა არის შიშის მიზეზი? არ ვიცი, მგონია რომ რაღაცა წონას აი სადღაც არ ვიცი, სწორად შერჩეული ვიტამინებით მგონია რომ ხო, არ ვიცი, მაგ საკითხში ჯერჯერობით ნდობა რატომაც რაღაც არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკვებ დანამატებს ჩემ შვილებს ვაძლევ. მაგრამ აი ხა არ ვიცი რატო არ ვიღებ მე, მაგალითად არა და თვლი რომ საჭიროა. თვლი კი არა, საჭიროა, ხო? უკვე ისეთ ასაკში, უკვე ასაკიანი ხალი ვარ, ხო? იცი რა არის? სხვათა შორის მეც მეგონა რომ აი თითქოს საკვები დანამატი წონას მატებდა ამ მითებს. ხო, აი ამ მითებში მოყოლილი მეც ვიყავი სხვათა შორის და კარგად რომ მოვიკითხე და არსებობს ასეთი საოცარი ენდოკრინოლოგი მაიარე ხვიაშვილი, რომელიც ნუ აი რომელსაც თამამად შემიძლია ვთქვა თვალდახუჭული ვენდობი და არის პირადად ჩემი და ჩემი შვილების ენდოკრინოლოგი, ქალბატონ მაიას, როდესაც დეტალურად ვკითხე, რომ რომელ საკვებ დანამატმა შეიძლება წონა მომამატოს, რომელმა არა და ასე შემდეგ, მივხვდი, რომ ვიყავი რაღაცა მითების მსხვერპლი, მეც მჯეროდა და ახლა გარკვეულ საკვებ დანამატებს ვიღებ, ამაზე ნუ ერთ გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებ და აი არ ვიცი ეს რეკლამად არ ჩამითვალოს მაყურებელმა არის ასეთი საკვები დანამატი ორთომოლ ბიუთი რომელსაც ხო ანუ საოცარია მართლა იმიტომ რომ მე პირადად მოვიხმარ და რაც ორთომოლ ბიუთის დალევა დავიწყე ხვდები რომ თმის ხარისხიდან დაწყებული ანზე დამატენიანებელი აღარ მჭირდება ხალხო წარმოუდგენელი რაღაცა. მე ორთომოს ვიყენებდი ორივე ფეხმძიმობაზე. ანუ ესეთი სპეციალური ბოქსი არის უკვე ფეხმძიმებისთვის, სადაც მთელი თვის მისდევს და ანუ ხო მაშინ მითხრეს რომ ანუ ორთომოლი თუ 10 ფულიანი ბავშვები ჩნდება. კი, ნამდვილად აქ პირადად მე ეს ბიუთი ხო ფასი არ მომეწოდა თუმცა ღირს კი. ნამდვილად მე მაგალითად ორსულობაში მაშინ არ იყო საქართველოში ახლა PSP-მ შემოიტანა. PSP-მ შემოიტანა ჩემ ხოდა 8 წლის წინ და კიდევ კატოზეც ვიწერდით საფრანგეთიდან. კი, მეც ჩამომქონდა, ვინც კი ვინმე მიდიოდა მაშინ სულ მახსოვს რომ მთელი ორსულობის დროს ვაბარებდი რომ ჩამოეტანაც და აი გამახსენე სოფოჯეფაიზე. აბა ხა ვიყიდი ორთომოლს. კი, ორთომობიუთი, აი ხა გეუბნებით მართლა საოცრება მიქნა, ალბათ მაყურებელს შეიძლება ეგონოს რომ რეკლამა, მაგრამ აი აბსოლუტურად დღევანდელ თემასთან კი, ეს მე მესამე თვეს ვასრულებ და არ ვიცი, აი ვიღაცამ შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ არა, მე მჯერა.
ვინც გამოცდის ყველა მიხვდება რომ არ ვიცი აი დამატენიანებელი დილოს რო გამოდიო ხვდები რომ აღარ მჭირდება სახე მაქვს რაღაცნაირი აი არ ვიცი მადლობა დიდი და დარწმუნებული ვარ შენ ძალიან მოგიხდება მე ვიждები ამ ზოგადად მაგ ფირმაზე ეს ბრენდი კი ბრენდი ხო გამოცდილი მაქვს ორივეჯერ და ვიცი ძალიან კარგი ვერიკო გითხარი ყვება და აკნე არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რომ ყვება არაფერ კავშირში არ არის აკნესთან რომ ყვების გამო შეიძლება არაფერი გამონაყარი არ გაჩნდეს თუმცა მეორე ჩემი პირადი დაკვირვებით და მოდი სხვა ყველაფერსო თავი დავანებოთ ხედავ რომ არის გარკვეული ტიპის საკვები რაც იმ ადამიანებს ვისაც აქვთ მიდრეკილება აკნესგან უმწვავებს გამონაყარს მაღალ გლიკემიური საკვები ჩვენი გადაცემა სწორედ ამით არის გამორჩეული რომ არა მხოლოდ ექიმი ლაპარაკობს აქ ადამიანი რომელსაც გამოცდილება აქვს სწორედ ამა თუ იმ პრობლემის რა თემაზეც ვეხებით იმ გადაცემაში რუსკა უკავშირებ ყვებას აკნეს პირადი გამოცდილება გითხარი რა საკვებს უკავშირებ ხოლმე აი როგორც კითხილს ვჭამ მაგალითად იმ წამსვე გამონაყარი მაქვს რაღაცები რაც აი თქვა ზედმეტად ცხიმიანი ზედმეტ აი რაღაცა უფრო ისეთი ძლიერი საკვების მერე ყოველთვის კი მაგალითად მე ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო ნუ მაგრამ მე დაყრელი მაქვს ძალიან კი რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით გამოიყენება თხილეული თხილეულის ანუ ხო და კი რა თქმა უნდა ახდენს და ცხიმიანი რძიანი საკვები შოკოლადი აი პირდაპირ კავშირი არ არის თუმცა არის პაციენტების აზრი რომ როგორც რუსკა შენამამ ისე იძახიან რომ არის რაღაც გარკვეული ტიპის საკვები რის დროსაც უფრო მეტად უმწვავდებათ გამონაყარი ვა რა საინტერესოა ვერიკო რამდენ ხანს გრძელდება აკნეს მკურნალობა დაახლოებით ვიცი რომ ინდივიდუალურია და შეიძლება აკნეს სრულად განიკურნოს შეიძლება აკნეს სრულად განიკურნოს რა თქმა უნდა სწორი მკურნალობით საშუალოდ დაახლოებით 4-დან 6 თვემდე მაინც გრძელდება მინიმუმ 4 თვე და შეიძლება იყოს ფორმები როდესაც 1 წელიც მკურნალობდეთ აკნეს ეს უკვე მძიმე ფორმის შემთხვევები ან რეზისტენტული შემთხვევები თუმცა მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია და ყვებასთან დაკავშირებით კიდე ერთი დამამტკიცებელი ის არის რომ ძირითადად აკნე რატომ ხდება ისეთ ქვეყნებში განვითარებად ან განვითარებულ ქვეყნებში განუვითარებელ ქვეყნებში ფაქტიურად არ არის ეს დაავადება ჩვენი ყვება განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად ქვეყნებში ძირითადად არის ძალიან ხშირად ფასტ ფუდები კი ბატონო მეტი მოძრაობა მეტი ნაკლები დრო იმისთვის რომ ჯანსაღად ვიყვებოთ fast food-ები, ქუჩის კვება და შესაბამისად ეს გამოვლინდება უკვე კანძელს. ვერიკო, რა გავლენას ახდენს აკნებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკში. განსაკუთრებით უხსნათ მაყურებელს რა არის პუბერტატული ასაკი არის, გარდატეხის ასაკი, როდესაც ბავშვი არის 11-დან 20-19 წლამდე. აი ამ თუმცა ეხლა უფრო გაახალგაზრდავდა და ვხედავ რომ 9 წლიდანაც ძალიან ხშირი არის ეს პრობლემა და ძალიან ბევრი პაციენტი მყავს 9-10 წლის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ამ ფორმის კომედონური აკნე. ძირითადად ეს აქვს ამ ასაკში. და ძალიან დიდ კომპლექსებს იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, სტრესს იწვევს და სტიგმები, რომ აუცილებლად გადატრიალებული უნდა იყოს კანი და თითქოს აკნე არის სიბინძურესთან დაკავშირებული და კანის ნაკლებ მოვლასთან დაკავშირებული. რეალურად ის ადამიანები იმაზე უფრო მეტად უვლიან კანს, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვთ აკნე. აბსოლუტურად გეთანხმები. და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ალბათ ყველა საინტერესებს. მე სანამ გადაცემას დავიწყებთ, რუსკამაც იკითხა, როგორ უნდა უშველოთ აი ამ ჩაღრმავებებს. აი აკნეს მკურნალობის შემდგომ, როდესაც ჩნდება პიგმენტური ლაქები და აი რაღაცა როგორ ახსნათ, ჩაღრმავებები, ნაწიბურები. მოძვე კარგად რო გაიგოს მაყურებელმა ეს ჩაღრმავება როგორ უნდა უშველოთ რუსკასაც ქონდა ეს კითხვა აკნე ხო ერთი დიდი პრობლემა მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ხშირად შემდგომ პოსტ-აკნე პერიოდი ვისაც აქვს მიდრეკილება ნაწიბურების მიმართ არსებობს ორი ტიპის ნაწიბური ეს არის ჩაღრმავებული ნაწიბური და პირიქით ჰიპერტროფიული ნაწიბური როდესაც კანის ზედაპირიდან ამოწეული არის ნაწიბური ძირითადად უფრო მეტად ჰიპოტროფიული ანუ ჩაღრმავებული ნაწიბურები ახასიათებს აკნეს და არსებობს პოსტ-აკნე ლაქები როდესაც მოვარდისფროფერის ლაქები რჩებათ უკვე მკურნალობის შემდეგ. ამის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, ეს არის ინექციები. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის საკუთარი პლაზმა
საკუთარი პლაზმით მკურნალობა, ძირითადად ეს უფრო ლაქების წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო ნაწიბურების, ანუ ჩაღრმავებების წინააღმდეგ ძალიან ეფექტური არის ფრაქციული CO ლაზერი, რომელიც წვავს მოწვა ხდება, პილინგი, აბლაცია და რამოდენიმე პროცედურის შემდეგ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ეფექტურია, ახალი კოლაგენის წარმოქმნას ასტიმულირებს და ხდება ასე თუ ისე გასადავება კანის. თუმცა თუ ძალიან ღრმა არის, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ისე დარჩეს როგორც იყო. და კიდე ერთი მეთოდია, როდესაც ჰიალურონის მჟავით, ეგრეთ წოდებული ფილერებით ხდება ამოვსება. კი, იმ ძალიან ღრმა ნაწიბურების. ვერიკო, ძალიან ხშირად გვსმენია, რომ აკნეს თითქოს იწვევს გინეკოლოგიური პრობლემები და განსაკუთრებით პოლიკისტოზი. აი, რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით? პოლიკისტოზი არის მულტიფაქტორული ენდოკრინოლოგიური დარღვევა, სახელიც კი შეეცვალა ბოლო დროს მას უკვე, რომ ეს არ არის ერთი პრობლემა, არის ბევრი რამ ერთად, რომელიც აერთიანებს წონას, ანუ ჭარბწონიანობა, ჰირსუტიზმი, თმიანობა, კანის ცხიმიანობა და აკნეს გამონაყარი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი განსაკუთრებით გოგონებში არის ეს დაავადება. რუსკა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, როგორც პაციენტი, რას ურჩევ მაყურებელს, სწორი კრემის გამოყენება, სწორი აი ეს სახის მოვლის პროდუქტების გამოყენება, მხოლოდ კარგი პროფესიონალი კოსმეტოლოგის, კარგი ექიმის რჩევის შემდეგ უნდა დაინიშნოს ის საცხიც კი, რომელსაც, იმიტომ რომ ეხა იმდენი საცხებია მართლა და თან ეს ინფლუენსერები ხან აწყ ამ რაღაც რუტინებს აკეთებენ, ეს ყველას უნდება რომ ეს რუტინები გააკეთოს, ეს რუტინები გადაიღოს, ანუ ხო ხვდები, ანუ ეს მთელი ის არის რა. ხო და არა მართლა იმდენი რამე წამიცხობია მეც ამ სახეზე რომ რა ვიცი. მაგრამ არა, ეხა მე ჩემს რუტინას არ ვღალატობ და ხო, ნუ სწორი და კარგი ექიმი, კოსმეტოლოგის რჩევით, ხოლმე. ექიმი დერმატოლოგის ალბათ უფრო. ხო, ექიმი დერმატოლოგი. იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ მინახავს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა აკნე, მიმართა კოსმეტოლოგს და აი ინექციურმა საშუალებებმა პირიქით უფრო გაურთულა. მაგიტომ თქვი კარგი კოსმეტოლოგი. გაურთულა აკნე და აი ამაზე რას გვეტყვი? ყველაფერს სჭირდება ცოდნა. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის მიზეზი, ანუ ტრიგერი, რაც არის დაავადების გამომწვევი და რაც არ უნდა წაუსვათ კანს რაღაცა გარედან კარაქივით, არაფერს არ შველის, თუ შიგნიდან მიზეზს არ გამოვიკვლევთ. ამიტომ საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია, სწორი მკურნალობა და ახლა შემდეგ უკვე როცა მორჩება ეს დაავადება და რაღაცა პატარა პრობლემები რჩება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება კარგი კოსმეტოლოგიც დაგვეხმაროს, მაგრამ ისიც ძალიან ცოდნა უნდა იყოს, რომ ის ძალიან ფრთხილად ის დასრულებული საქმე, რაც დერმატოლოგმა და პაციენტმა ერთად გააკეთეს, ეს არ არის რომ ერთმა ადამიანმა მოინდომოს, აქ ორმხრივია ექიმიც და პაციენტიც. ერთად არის ამ პროცესში ჩართული. და ჩვენ ფაქტიურად მთელი 24 საათიანი უკავშირი გვაქვს. აი კონკრეტულად ახლა დღეს რუსკას ვანახებდი, მაქვს შემთხვევა, როდესაც ვუმკურნალეთ აკნეს, ყველაფერი კარგად იყო, წავიდა გოგონა, 18 წლის გოგონა კოსმეტოლოგთან, გაიწმინდა კანი და საშინო მდგომარეობაში აქვს ახლა უკვე ნაწიბურები გაუჩნდა. ამ აუცილებლად უნდა იყოს კვალიფიციური ის ადამიანიც, ვინც შეეხება კანს. ძალიან კვალიფიციური. და მოდით ბოლოს შეჯამებისკენ წავიდეთ და რუსკა, რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს? შენ როგორც გამოცდილი პაციენტი, გამონაყარის, აკნეს მიმართულებით, რას ურჩევ პაციენტს? არ არის საჭირო ეს სამდენი რაღაც ბიუთი პროდუქტების ყიდვა და ფულის ყრა. მართლა მარტო არის ის, რომ პროფესიონალს მიმართო და იმას დაუჯერო. მართლა გამოცდილს, იმიტომ რომ ყავს ქვეყანაში ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც ამ ყველაფერს დაგვეხმარებიან და ეს რაღაც სისულელეები და ეს რუტინები, რაც გადასაღები და გადმოსაღებია, საბოლოოდ ჩვენ სახეს ძალიან აზიანებს და აგერ ვძივარ ცოცხალი მაგალითი, ძალიან უვლი ჩემს სახეს. ნუ ეგ რაღაც შეცდომები, რაც მომდის, ეგ პირადად ჩემი ბრალია და ამიტომ ამას ვერავის ვერაფერს ვერ დავამბრალებ. ისევ თვით შეგნებაზია. ეს ყველაფერი. მიმართოთ ექიმს. ძალიან კარგი და ვერიკო, რას გვეტყვი? რას ურჩევ? ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, რომელსაც აქვს აკნეს პრობლემა. რას ურჩევ მათ? პირველ რიგში შევეცადოთ, რომ ამ პრობლემას არ შევხედოთ ისე, რომ ეს არის რაღაცა კატასტროფა და არ დამთავრდება და აი ესეთი სიტყვები არ ვთქვათ, რასაც განწყობის თეორია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განწყობითაც მიუდგებით იმ საკითხს, ესე მოგვარდება. იმიტომ რომ ეს
გაღიზიანება კიდე უფრო მეტ გამონაყარს გამოიწვევს, დამშვიდდეთ, მივმართოთ კვალიფიციურ ექიმს, ჩავიტაროთ კვლევები, რაც საჭირო იქნება, შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება და მივყვეთ იმ წესებს, რაც იქნება კანის მოცემული. აკრეალდება. რა თქმა უნდა, მოვერიდოთ მზეს, მზის განდამცავის გარეშე, არ გამოვიყენოთ თვითნებურად ნათესავების, მეზობლების, ინფლუენსერების, სხვადასხვა ადამიანების რჩევები და შვიდად და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება. მზის განდამცავი ახსენდა, ბოლოს არ შემიძლია არ კითხო, მოვიდა ზაფხული და რა მნიშვნელობა აქვს მზის განდამცავს ჩვენი კანისთვის? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე დაბერებისთვისაც, იმიტომ რომ არსებობს ორი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით სხივებმა. ეს არის UVB, UVC სხივები, უпростоად UVA, UVB სხივები, სისხლი დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევს და ასე რომ ჩვენ საფრთხეს ვერ გვიქმნის, მაგრამ ასხივი, რომელიც არის ღრმატალღოვანი, ეს იწვევს კანის სიმსივნური პროცესების წარმოქმნას, ეს შეიძლება იყოს მელანომა, ბაზალურჯრდოვანი სიმსივნე, ბრტყელურჯრდოვანი სიმსივნე და ასე შემდეგ, ასევე კერატომების, ხალების წარმოქმნას აინდუცირებს და ასევე მეორე ბესხივი, რომელიც იწვევს კანის გარუჯვის, ძირითადად გარუჯვას იწვევს და უფრო ზედაპირული სხივია, თუმცა ერთ-ერთი ტრიგერი შეიძლება იყოს მელაზმის, ანუ ლაქების წარმოქმნის, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ქალბატონებში განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები, გაუზიარეთ მაყურებელს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ კიდევ იქნებით ჩვენი სტუმრები და კიდევ უფრო ბევრს ვილაპარაკებთ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. თქვენ კიდევ მშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე.